საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 6 თებერვალს მოიხსენიებს წმინდა მელქისედეკ პირველს, საქართველოს პირველ კათოლიკოს პატრიარქსა და სვეტიცხოვლის განმაახლებელს. წმინდა მელქისედეკ კათოლიკოს პატრიარქი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის ხელმძღვანელი იყო მეფეების ბაგრატ მესამის, გიორგი პირველისა და ბაგრატ მეოთხის დროს. კათოლიკოსის ტახტი დაიკავა სვიმონ მესამის გარდაცვალების შემდეგ და იგი არის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პირველი მეთაური, რომელიც მოიხსენიება ტიტულით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდა. საღვთო ლიტურგია ტაძრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა სერაფიმე ჭედიამ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ წინამძღვარმა შეკრებილები დალოცა და მათ დღესასწაული მიულოცა. სახლითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არც ღმერთი გილოცავ დღევანდელ დღეს, ულოცავ ჩვენს უწმინდეს შეეწიოს პატრიარქი მელქისედეკ კათოლიკოსი, პირველი პატრიარქი და სვეტიცხოვლის განმაახლებელი, მისი ლოცვით, მისი ლოცვა-კურთხევით დიდხანს გვყავდეს ჩვენი უწმინდესი. მშვიდობა ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ხალხი დამშვიდებულიყოს, გაერთიანებულიყო ჩვენი ქვეყანა და მსოფლიოსაც მშვიდობა მისცეს ღმერთმა. ტაძარში შეკრებილებს ასევე ქადაგებით მიმართა კრწანისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ბესარიონ მენაბდემ. მან წმინდა მელქისედეკ კათოლიკოსის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა. პატრიარქი მე-11 საუკუნეში მოღვაწეობდა და ის არის განმაახლებელი ამ უმშვენიერესი ტაძრის. თქვენ იცით, რომ პირველი ტაძარი ირიან მეფემ წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევით ააგო აქ ხის ტაძარი. შემდეგ ვახტანგ გორგასალმა წმინდა მეფემ დიდი ბაზილიკა ხის ტაძარი ააგო. და შემდეგ უკვე მე-11 საუკუნეში მელქისედეკ კათოლიკოსმა ეს დიდი ბაზილიკა გუმბათოვან ტაძრად აქცია. გარდა ამისა, სვეტიცხოველი გაამდიდრა როგორც მატერიალურად, ასე სულიერად. მელქისედეკ კათოლიკოსმა, როდესაც გადააკეთა ეს ტაძარი, მრავალი სოფელი შეწირა სვეტიცხოვლის ტაძარს. და მთელ საქართველოში, აღმოსავლეთში თუ დასავლეთში თუ სამხრეთში, სვეტიცხოველს ჰქონდა უზარმაზარი მამულები. და ეს ყველაფერი ემსახურებოდა ერთ მთავარს, მართლმადიდებელი ეკლესიის გამტკიცებას, მართლმადიდებელი ეკლესიის აღორძინებას, უამრავი ტაძრების მშენებლობას, მონასტრების აღმშენებლობას. თუ ჩვენ დღეს გვაქვს სვეტიცხოვლის ტაძარი, ერთ-ერთი მესაფუძვლი ამის მელქისედეკ კათოლიკოსია. აღსანიშნავია, რომ ყოველ 6 თებერვალს წმინდა მელქისედეკის ანდერძის თანახმად სვეტიცხოველში მის სახელზე აღესრულება ღამისთევის ჟამისწირვა და აყაპი. წმინდა მელქისედეკ პირველის ლოცვა-კურთხევით დაწესდა ასევე ხარების დღესასწაულზე მცხეთის კურთხევის ტრადიცია, რომელიც წლების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა. ეს განსაკუთრებული დღეა. მნიშვნელოვანია იმით, რომ რაღაც კავშირი მყარდება 10 საუკუნის წინანდელ მოვლენებთან, პირველ კათოლიკოს პატრიარქთან მელქისედეკთან, რომელმაც ეს ტაძარი განამშვენა, ააშენა, შეამკო ბრწყინვალედ და შემდეგ თავისივე საფლავი გაიმზადა ამ ტაძარში და დაიბარა ანდერძად, რომ ამ დღეს მისი სულის საოხად ეწირათ. და არის ძალიან სასიხარულო ჩვენთვის, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ამ ანდერძის თანამონაწილენი და ავასრულოთ ეს უკვე როგორც წმინდანის წინაშე აღსრულებული წირვის თანამონაწილენი ვიყოთ. და მოსალოცია ეს დღე მთელი საქართველოსთვის, განსაკუთრებით ჩვენი პატრიარქისთვის, კათოლიკოს პატრიარქისთვის,
რადგან მელქისედეკი იყო სწორედ ის გამორჩეული კათოლიკოს პატრიარქებში, რომელსაც პირველად ეწოდა ეს წოდება. მანამდე ყავდა მხოლოდ კათოლიკოსები და მელქისედეკია პირველი კათოლიკოს პატრიარქი. საღვთო ლიტურგიაზე საგალობლები შეასრულა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის სამრევლო სკოლის მგალობელთა გუნდმა. ძალიან ბედნიერები ვართ, ძალიან მადლიერები ვართ, რომ დღევანდელ მსახურებაში ვიღებთ გალობით მონაწილეობას. და მოგილოცავთ ყოველს დღევანდელ დღეს, განსაკუთრებით ჩვენს პატრიარქს, იმიტომ რომ მელქისედეკ პირველი იყო პირველი პატრიარქი და ჩვენი სკოლის სამების სამრევლო სკოლის სახელით ულოცავთ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს ღმერთმა დაულოცოს პატრიარქი, ღმერთმა დაულოცოს საქართველო. ულოცავთ ჩვენ საქართველოს უწმინდესა და უნეტარეს ილია მეორეს. ჩვენ გვაქვს ანდერძი მღვდელმთავრის მელქისედეკ პირველისგან, რომ ეს მსახურება ჩატარდეს ღამისთევით. მე მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ვარ თანამონაწილე ამ მსახურების. დღევანდელ დღეს მიულოცავ სრულიად საქართველოს. დღეს არის მელქისედეკ პირველის ხსენების დღე ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის და განსაკუთრებით მინდა ეს დღე მიულოცო ჩვენს უწმინდეს ილია მეორეს. დღევანდელ დღეს გილოცავთ ყველას, პატრიარქსაც ულოცავთ. დღეს მნიშვნელოვანი დღეა და მე მიხარია დღეს, რომ ამის შესაძლებლობა მაქვს დავგალავ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მელქისედეკ პირველი გარდაიცვალა 1033 წელს. იგი დაკრძალულია სვეტიცხოვლის ტაძრის სამხრეთ ნაწილში, წმინდა ილია თესბიტელის ეკვტერში. კანონიზაცია მოხდა 2002 წლის 17 ოქტომბერს.